კვარა შორიდან დაარტყა! კვარა! ხვიჩა კვარაცხელია! საოცრება, განსაკუთრებულობა. გუნდის თავარი მამოძრავებელი ძალა იყო მთელი თამაში. და ეს საბოლოოც უნდა გამოჩენილიყო. მატეუს ენრიკე ხავს მოსატყუებელი, შემოვიდა ცენტრში, გააკეთა კიდევ ერთი. პაუზა დაარტყა და პირდაპირ საქართველოდან თქვენი გულისთვის. ეს იყო საუკეთესო შანსი და კვარა მასის გოლის დაუმატა. სასუოლო გვიყვარს. კი, სასუოლო უყვარს. პატო კვარაცხელია და ბლოკეს კვარა ერთიც. დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას. კი. აი ასე ზუსტად ყველაზე ხმამაღლა. არ შეჩერდა, განაგრძო. რეპერტუარი გაამრავალფეროვნა, მარჯვენათი დაუბლოკეს, რა პრობლემაა? გადავერთვებით ლიტანა. ლორენცო შაწოდება კვარა ერთი შეხებით ხვიჩა კვარაცხელია ტურინის იუვენტუსთან ისევ კიდევ ერთხელ 1-0 დამაჯერებლა და ართვა კიდეც ბურთი კვარაცხელია ფლანგიდან ახლა ურდან მარადონაც კი შესაბამისად მიყვება ტემპს სტადიო კვარასთან ერთად კვარა მარჯვენათი 1 თუ არა 2 ტურინული გუნდის კარში გატანილი გოლი მაინც მოიყვანს გაზაფხულს და მარტის ბოლომდე იმედიანად დაგტოვებს მესამე მსვლელობით აიღო ქართველმა ვანია მილიკოვიჩ საუჩის კარი ხო ასე ძალიან გაგვახარა ახლა კვარაცხელიება წაწოდება საჯარიმოში ბრეშანინის გამოაქვს კვარა გადმოგდებულზე ოსიმენი უცვლის მიმართულებას თუმცა ვერ ზეიმობს ამ გოლს რადგან გონია რომ არის თამაშგარეში თუ ზეიმობს არ ვიცი ჯერ სრული გაუგო ამბავია უერთდება მისექცევი ხვიჩა კვარაცხელია ხვიჩა კვარაცხელია პირველად გაიტანა საჯარიმო დარტყმით ჯადოსტურის კიურიდან უკვე ახალი მაგიის ჯოხია ამოღებული გადაშალეთ ეს ფურცელის და უკვე საშიში ბასრი შემსრულებლების სიაში კვარა ჩაწერეთ ეს რაღაც ახალია ეს როგორია შესანიშნავი უზადო იდეალური შესრულება ხვიჩა კვარაცხელიასგან ჯარიმიდან და შენ იღბლიანად ახსენე Od 33 minuta gosti Lorenza. საოცარი პასი გააკეთა და გთხოვ რა თქმა უნდა ეს მშვენიერება კაპიტნის და ქართველის კომბინაცია და ეს პარაშუტის საჩუქარი იქნება ქართველისგან დი ლორენცოსთვის ბოლონიასთან ლამაზი საგოლე გადაცემების პალიტრა ეზრდება ხვიჩა კვარაცხელიას და თან უკეთესი ხდება მატჩიდან მატჩამდე დი ლორენცოს გადაუკიდა ისე რომ ბურთს ჰაერში უყურებდნენ სტუმრები ალბათ ტოტის გაიხსენებენ ალბათ სიტყვა კოვზსაც ახსენებენ რადგან რატომღაც სწორედ ასეთი შესატყვისი აქვს იტალიურში ასეთ გადაცემებს კუკიაიო ურბილესი
ცენტრიდან ისევ კვარა მარცხენათი გაუშვა და არხად არის თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ისევ ტოტის სტილში ისე როგორც პასის მერე გაგვახსენა პუპონე ცხოვრების ახალ ეტაპზე ახალი ბასტიონი, იტალიური ბასტიონი აიღო ხუჭა კვარაცხელიამ და ბოლონიასაც გაუტანა. თან ერთ მატჩში 100 საგოლე გადაცემას პლუს გოლი. წერტილით ყველაზე კარგი დღეს. ეს მოგვენატრა. დეჩიბელბელინი ამ საქმეში საუკეთესოა მოგვენატრა ხუჭას გოლებიც იყო ალბათ კითხვის ნიშანი და ინტრიგა იქნებოდა ეს ბებეტოს გაიგდო ბურთი ქართულმა დაერთხა და გაიტანა 0-1 50-ე ქართული გოლი სერიას ისტორიაში და ამ 50-ის ნახევარი 25 ხვიჩა კვარაცხელიასია ქართული სპორტის აღმაფრენას განაგრძობს ხვიჩას მაღლაფრენა არ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო ამ დღეს მერაბ დვალიშვილს ეს სცენარი იდეალურად უკავშირდება. რა დღეები გვაქვს, რა კვირა გვაქვს, რა წელი გვაქვს. ქართველებს სპორტში რომელუ ლუკაკუს საგოლე გადაცემა და ხვიჩას გოლი 90-იანებში ასრულებდნენ ხოლმე ასევე ფორვარდები. იპოვეს. ნასპინძლებმა. ლობოტკა. გავიდა ეს პასის კოტი, მერე ხვიჩა კვარაცხელია. ისევე როგორც პირველ სეზონში გაიტანა დღესაც და 2-0 ხდება ანგარიში. კიდევ გაუტანა მონცას და მონცა კი არა ცა არის მისი ლიმიტი 2-0 კიდევ უფრო დამაჯერებლად იგებს ნაპოლი და ქართულადაც თხოვენ ოპერა იყო ასე ხო ურატის შეცდომით ურატი ცდილობდა ბიანკოსთვის პასის გაკეთებას მე ეს არ გამოვიდა და არ მისცეს საშუალება მაქტომინეის დარტყმისა და ეს კიდევ უფრო უკეთესი რამ გამოდგა, რადგან ხუჭა კვარაცხელიამ საჭირო პოზიცია შეარჩია და ერთი შეხებით მიიღო დროული გადაწყვეტილება და დარტყმა ზუსტად შეასრულა. მესამე გოლი სერიაში ამ სეზონში ხუჭა კვარაცხელიას. კოვარის მოტყუებით. ნახოთ ამჟამად ვასკესის წინააღმდეგ რა იქნება, კვარა, პაუზა და იგივე, ზუსტად იგივე რაც მიხეილ მესკის სახელობის სტადიონზე ჩეხების წინააღმდეგ. 0-1 ქართულმა ქართველის გუნდს გაუტანა იმ მატჩში რომელშიც ემპოლის უპირატესობა ჰქონდა მაინც კონტეს გუნდი დაწინაურდა და რა მარტივად ახალი დარტყმის სტილი ამართლებს კი ფაქტია მეორე მცდელობა ასეთი და უკვე მეორე გოლი და განსხვავებით კოვარისგან თანავასკესმა კუთხეც ვერ გამოიწვია ამ შემთხვევაში იმას იქნება აქედან დაარტყას ხვიჩა che confusione guarda perché ti amo პირველი გოლი მილანთან მე ასე თამაში ნაპოლის ლურჯი მაისურით და საუკეთესო საჩუქარი საკუთარ თავს უიშვიათესი მცდელობა ბურთის მიღების და უიშვიათესად იდეალური შესრულება პირველი გოლი მილანთან პირველი გოლი სან სიროზე სექტემბრისთვის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეხუთე გოლი სერიას მიმდინარე სეზონში ტირაჯირო გაგზავნილი პასი ისევ მისი ტრადიციული კორპუსი აი პასი არ გამოვიდა უბრალოდ ბელგიელს ოლივერა კვარა პაუზა ხვიჩასგან რიჩი ეთამაშება საინტერესო დაპირისპირება ოლივერა განგისა
გავიდა პასი ხვიჩაზე. ვარა, კარგი მოძრაობა, მაქტომინე მარცხენათი და სკოტი. სკოტ ფრენკ მაქტომინე, შეგვიძლია ასე დავარქვათ. ყულად არ ამბობდა ანტონიო კონტე, რომ შოტლანდიელს გოლი დნმ-ში აქვსო. კი. ასეც არის არა მარტო გოლი, ლიდერობა, ენერგია. ეს ყველაფერი მოუტანა სკოტიმ პარტენოპეოს 0-1. მარცხენათი უძლიერესი ბრიტანული სტილის დარტყმა. რაგი მაქტომინეზე საუბრობთ და აქ უკვე